ო მიდი მიაძალე აი ეგრე კაია ამოდი ამ იქით ეგრე წამოდი ტრაქ შაგიგდებს აიღე ეხლა რული ჩემკე იქით აიღე რული და ჩადი შიგნით მოდი ჩამოდი всё გამოყევი ეხლა მაგას ახო მომისმინე აი აქედან უნდა ამოხვიდე რაღაცნაირად რა ახო მომისმინე აი ახლა გაქვს შანსი რომ ამოხვიდე რა გაქვს შანსი რომ ამოხვიდე აი ხუნა დადგე რა არედები მახო არა ახო ჩემსკენ აიღე აქეთ იქით ხوار დავდგე შუაში არა რასამო აქ რო ჩაგაცუროს აქ იძახის დავდგეო რაც ორი ჯობია შუაში არა აქეთ არა მახო ჩავარდებით ო აბარა მოკონკულები ბიჭი ახო შუაში აპასნი ესეც ჩემი სახელობის გუბე აქ რო გავაკეთე მე ეს პატარა გადასასვლელი ძალიან კარგად მუშაობს არაჩვეულებრივად აი ესე აი ვახო ჩემი სახელობის გუბესთან მოვედით ნახე როგორ კარგად მუშაობს ჩემი გაჭრილი არხი აბა
ჩემი გაჭრილი არხი მუშაობს მაგრად. ჩამოვედით, გვერდულად ჩამოვიარეთ. ეს დამცავი მაგარია და მაგრად იმუშავა. ახედაში ციმციმასთანაც მივიდა. აგვეღუნა ეს და ეს მეორე არაფერი. მაგრამ ერთიანობაში არაფერი არ გაგუფუჭდა. ძალიან მაგარია. აი იმიტომ მასაჭირო დამცავები. დგას ახლა ჯაბა თავის სახელობის გუბესთან და ლოცულობს. პირველი ვინ ჩავარდება შიგნით. წამო ჯაბა, წამო ზემოდან დავეხმაროთ ბიჭებს. აი ნახეთ სად ჩამოვედით. აი ამ ჩავალე ხამ ყვალში. წარმოდგენა რო გქონდეთ, აი. აი ამ ყვალში. ჩამოვედით. ეს კვალი არის 1 მეტრანახევარი ხო იქნება. წაყირავებული. აქეთ უნდა დავდგე ყველა ვარიანტში რა. მე სიმძიმის გულისთვის ვერ დამაყენა. შეხედა. წამოჩვეულებული. აქეთ თუ დადგა წამოვა კი. ება აბაზემოთ. ამოვედით. სიო დადგა? ჭალოთ. ოჩახ ბიჭებო. მაგრები ხართ. ეხა უკვე აღარსად აღარ წავა. არა, ეხა. წყალი ხო არ გაქვთ მანქანაში დასალევი? კი. მე მაქვს. გიო, გახსოვს პაჯერო რო ყავდა, წითელი ფორდით ამ გზაზე არ ჩაგიყვანე? რო გავაცალეთ ძალიგვერდი. ხო. როგორი გავლესე? წადი გიო. ფაქტობრივად 1%-იც არ მქონდა უნიმოგზე შანსი რომ აი აქ დამდგარიყავი რა. წინა წამოსვლაზე დავდექით, იმიტომ რომ სულ მშრალი იყო. და დაიჭირა და ეხა აი ატლეტიმიდის ზონა არა აქვს და იმას აცურებს არ მოიდგინეთ. ფეხით რო ვდგევართ მე მაცურებს. მარცხნივ, გიო! მარცხნივ! ჩემსკენ აიღე, ჩემსკენ ჩავარდები. გასწორე ახლა იქ მარჯვნივ. ცოტაღა დაგაყლდა და იქ იყავი. ეს კარგი სკოლა იქნება დამწყები ოფროუდერებისთვის. ნახეთ ხო, აი პატარა წინაღობა და რამდენი რამეა საჭირო მეგობრებო რომ გავთვალოთ. რულს თუ ძალიან დაუწყებ ჭიდაობა, შეიძლება გიდრავლიკას მოკვდეს. დაზიანდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდ დატვირთვაზე ფაქტობრივად ვერ უძლებს ვერანაირი გიდრავლიკა. თუ მიუშვი და შეიძლება მარჯვენა მხარეს დაეჯახოს და გადაგაგდოს ან ამოგატრიალოს. ძალიან ბევრია გასათვალისწინებელი და მოსაფრთხილებელი რომ აი ესე ყურადღები და ფრთხილად ვიაროთ. კვალი ყოველთვის სირთულეების მომტანია, კვალიდან ამოსვლა, კვალში ჩასვლა, გადასვლა გვერდზე და ასე შემდეგ. ხანდახან ზოგი 90 გრადუსიან ჯალამბარს უბავს ხოლმე, აი მაგალითად აკროზი ხარ კვალში და პირდაპირ მარცხნივ და მაგ დროს ქაჩავენ უნდა რომ ამოვიდნენ მერეო რაო წინასაბურავი ხო ბრუნავს და ბუქსაობს, მაგრამ ეგეც ძალიან დიდი შეცდომაა მარტო იმიტომ რომ შეიძლება სავალი ნაწილი შეიჭირო ეგრევე. აი აქედან უნდა დააფარო გაზი. ეგ შენ უნდა იყო ჯაბა ეხა მანქანით და კატლეტი გაუშვით. რა ხო ტრასიზე. ჰა? აი წყალი არ დააშრე. გათხო ლაფათკა კიდე მაქვს. ვადლობას მომიხდია ეხლა ბიჭები. თუ არ დაიტბორები.
ჩვეულებრივად ამოვა ვაფშე. აი მაგიდან გაზს თუ არ მისცა. ატალახი მოაჭო უკან. საღოლ, აი მაგიდან უნდა დააფაროს. ერთიც. ძალას კარგავს. აი შუაში. ახო შუაში რომ მოხვალ გაზი მერე მიეცი თორე აქ ძალას კარგავს სოტა და აკალდაჩი. ახო, აი ნახე რა. უბრალოდ ის დაცერავებული რაც არის, მაგრად მუშაობს რა. როგორ ახარ ძია? აი ეს უნდა გაყურებინო რა. მაგარი ადგილია. აი აქედან რო უყურებ იმხელა ეს არის რა ქვია ორმოა რო სასწაული მოკლედ აქ ამოდის აი იქით იმქვას ახტება აქამდე ამოვდივართ და აქ უკვე ვიჭერს მოკლედ ბევრი ვეწვალეთ თუ ცოტა ცხვირი ამოვწიეთ მაგრამ აღარ მოდის 47-ის კლირენსზე ნახეთ რამხელა კალაფია საბურავი ჩამოლესილია
წამოდი. არა იქ სად მიდიხარ? სადი უკან და ასე წამოდი. ემოდან ჯობია. არა, მახო, ეგრე წამოდი და ეს ჩამოდი, ეგრევე ჩამოდი. არა, სად მიდიხარ? და ეს ჩამოდი რა. ხო. არა, გეთხეებია მსხვილი და მოდი ნახო მიწას არ აცდები. არა, ვერ მივავდები, ისეთი მანქანა ვერ მივავდები. აი, ყველას გონი რა ისეთია, ორი ფორმაა, ორი ამოყილავდები. არ ყილავდები. ახედე მამო ულენტუულია. მოგლეთ მეგობრებო, დღეს ჯაბას ეპატიება. მე ვთხოვე გვერდზე დაჯდომას, ან თურქეთში იყო ჩამოფრინა დილის 8 საათს, თვალებს ლივსახელდა და იძულებული იყო. უარი ვერ მითხრა და წამოვყო, თორე თავის მანქანით ახლა კბილებს ილესავს და დავლეწავდი აქ მანქანას რა. გაცხენა მხარეს აკეთებს პროსტა. მაგრამ ოჩა წინ მოდი წინ წავედით.
გამოვედით მშვიდობით დაზიანებების გარეშე. ერთი რქა შევიწირეთ, მანქანას რო ვაწვევოდით. როგორი ტალახები მიგვაქვს. მართლა ვისიამოვნეთ. ეს ხვლიკი რა ყოფილა, მოკლედ რა. ჩვენი ოგროები. მოკლედ ჩამოვედით მეგობრებო მშვიდობით. საკმაოდ საინტერესო გასვლა იყო. კარგად კი დავისვარეთ გემრიელად და წავალთ ახლა იქნებ სადმე გავარეცხინოთ ეს მანქანები. გიორგი მივაშკაცა 35 მეტრებით იარა. 33 მეტრებით. 33 ოგროებით იარა. წავედით. გიჟი უნდა იყო ხო, კაცი, ჭკვიანი ხო არა. აი ესეთი ტალახიანი რო გაჩერდები. ყავას რო დალევ მერე და წვენს მიაყოლებ. გიჟები ვით გვიყურებენ ესენი, გონია ყველა გვაგინებს, საიდან წამოვიდნენ, ვინ არიან. ტრაილერი აპატარა ჩენს. კარგი იყო რა. კარგი გასვლა გამოვიდა მართლა. მაგარი. ეხა იქ დაჯერია. ეხა დავცხოთ ჯაბა მე და შენ რკონი, სალომე. იქიდან მე ან მანგლისში გადავიდეთ, ან კალეკარით გადავიდეთ. აუცილებლად. გავერთოთ და მე სტოკები წავიყვანოთ ვაფშე. იმას ვფიქრობ, წალკადაბაწყურზე რა. არა, წალკადაბაწყურზე დავიყვანოთ სტოკები, იმ ხრეშიან გზაზე. ყველა იკაიფებს ძალიან მაგრად, იქ ადგილზე ჩავიდეთ, მე ეგ ტყეში დიდი მაგიდაროა, გავშალოთ, ვიქეიფოთ, დავждეთ, ვისიამოვნოთ და უკან დავბრუნოთ რა. ერთი ლამაზი დღე გამოგვივა, საინტერესო. აუ დავიწვი პირიდო. აუ ეხა ეს ყველაფერი რო გარეცხილი იყოს აი. ალახიანი რო არ იყოს არც მანქანა, არც ჩვენი დასაცველები. დასაცველი ჩამოგიტანე ჯინის ისა ლამპა. რატო ამხტება და კარგი